გოდერძიზე 2024-2025 წლის ზამთრის სეზონი დასრულდა. მთის ტრასების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამთო სათხილამურო კურორტზე სამოყვარულო შეჯიბრი გოდერძის თასი 2025 გაიმართა. ტურნირში სხვადასხვა მედიის 30-მდე წარმომადგენელი ერთმანეთს რეალ შეეჯიბრა, გამარჯვებულები კი სპეციალური პრიზებით დასაჩუქდნენ. მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდა ჩვენი ჯგუფიც ბუნებრივია და ახლა სალომე კახეთელიძესა და გიორგი კოკაიას სიუჟეტში ვნახავთ, როგორ დასრულდა სათხილამურო სეზონის კურორტზე. მაღალმთიან აჭარაში, კონკრეტულად კი სამთო სათხილამურო კურორტ გოდერძიზე გაზაფხულის უხსნელიანია. ზღვის დონიდან 2366 მეტრზე ალპური ფერდობები, წიწვოვანი ტყეები, მრავალფეროვანი ლანდშაფტი და ევროპის სამთო კურორტებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სათხილამურო სეზონია. მაღალმთიანი აჭარის კურორტზე ამჯერად მედიის წარმომადგენლებმა მოიღარეს თავი. აქ სამოყვარულო შეჯიბრი, გოდერძის თასი 2025 გაიმართა. ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ერთმანეთს სრიალში შეეჯიბრნენ. სამთო სათხილამურო კურორტი გოდერძი დღეს მასპინძლობდა სამოყვარულო ტურნირს, რომელიც მონაწილეობა მიიღეს მედიის დაახლოებით 30-მდე წარმომადგენელმა. გოდერძი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით, რაც ჩემთვის პირადად დავსვენებულებისთვისაც ალბათ ორმაგად უფრო ლამაზია და მრავალფეროვანია. აღნიშნული ღონისძიების უპირველესი მიზანი არის თვითონ კურორტის პოპულარიზაცია, ასევე შიდა ტურიზმის სტიმულირება და ზოგადად ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მხოლოდ მოყვარული მოთხილამურეები ასპარეზობდნენ, კონკურენცია საკმაოდ დიდი. გამარჯვებისთვის ბრძოლა კი აზარტული აღმოჩნდა. მონაწილეობა მიიღე გოდერძი კაპში, ეგრეთ წოდებული მედია ტურნირი. კარგი ამინდი დაგვემთხვა. აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ 4 წლის განმავლობაში თვითონაც სულ მომიწოდა ამ ყველაფრის გადაღება და ეხლა მიიღე მონაწილეობა. აღარ ვიღებდი ვიასპარეზე და გავიდე მესამე ადგილზე. მოხარული ვარ და მომავალ წელსაც დიდი ალბათობით ვიასპარეზებ. მესამე ადგილი. განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა ღონისძიების მეორე ნაწილი. მთის ტრასების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარებული მედია შეჯიბრი გამარჯვებულების გამოვლენითა და დაჯილდოებით დასრულდა. საზეიმო ვითარებაში საუკეთესო მონაწილეებს საჩუქრები და ფულადი პრიზები გადასცეს. პირველ ადგილზე გასულებმა კი მთავარი ჯილდო გოდერძის თასი 2025 მოიპოვეს. რაღაცნაირად წარმატება დამებედა, იმიტომ რომ მეორეჯერ მოვიდე მედია ტურნირი, თუმცა გოდერძიზე პირველად გამოვედი შეჯიბრში. შესანიშნავი ამინდი იყო, შესანიშნავი ტრასა იყო, შესანიშნავი განწყობა იყო და მიხარია, რომ რუსთავიორში თასთან ერთად დავბრუნდები. ძალიან კაი დღე იყო, კარგი განწყობა მქონდა და არ ნერვიულობდი, რა თქმა უნდა. არ ველოდებოდი ესე პირველ ადგილს, მაგრამ გამიმართლა და გავედი პირველ ადგილზე და ძალიან ბედნიერი ვარ. ნიკოლას გილაძე! ვაუ, მადლობა. კურორტ გოდერძიზე 2024-2025 წლის ზამთრის სეზონი წარმატებით დასრულდა. ფაქტი ერთია, რომ წლებთან ერთად იზრდება მაღალმთიანი აჭარის ცნობადობა, რადგან აქტიურ სეზონზე ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებლის დიდ ნაკადსაც მასპინძლობს. ტურნირის მიზანი იყო ერთის მხრივ სეზონის დახურვა და დღევანდელი დღით შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის სეზონი გოდერძიზე დაიხურა და მეორეს მხრივ ეს იყო პოპულარიზება როგორც სათხილამურო სპორტის, ასევე კურორტი გოდერძის და ვინ გაუკეთებს უკეთ პოპულარიზებას კურორტს თუ არა მედიის წარმომადგენლები. ახლა უკვე აჭარის მაღალმთიანი რეგიონი ვიზიტორებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობებით, ულამაზესი ხედებით, სანახაობებითა და წარუშლელი შთაბეჭდილებებით მთელი წლის განმავლობაში ელის.